გამარჯობა, მომავალი ტივის ეთერშია კობეს სახლი ნანა ინჭიესთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ დევნილთა პრობლემებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე და ასევე გავეცნობით დევნილთა პარტიის ხედვას თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი ლელა გულიდანი გახლავთ. მოგესალმებით ქალბატონო ლელა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. დავიწყოთ პირველი შეკითხვით. სანამ უშუალოდ პრობლემებზე ვისაუბრებთ, დავიწყოთ როგორ შეაფასებით დღევანდელ რეალობას, როგორი მდგომარეობა ქართული რეალობის მაგალითზე დევნილთა მიმართულებით. მოგესალმებით ნანა და მივესალმებით ხმის მაყურებლებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა შევაფასებდი უარყოფითად დღევანდელ მდგომარეობას დევნილებში. ანუ ჩვენ ვიცით რომ განსახლების პროცესი დაიწყო 2009 წლიდან, ანუ 2007 წელს შემუშავდა განსახლების სტრატეგია, სახელმწიფო სტრატეგია და 4 ეტაპად იყო დაყოფილი და 2012 წელს უნდა დამთავრებული იყო განსახლების ეტაპები, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტიურად უკვე გასულია 6 წელი და ეს ეტაპები კიდევ არ დასრულებულა. ანუ 90,000 ოჯახიდან მხოლოდ დაკმაყოფილებული არის 30,000 ოჯახი და 60,000 დევნილი ოჯახი კიდევ ველოდება ბინას სახელმწიფოსგან და იმ უფლებების რეალიზებას, რაც მას ეკუთვნის. ანუ ძალიან ცუდი სურათი გვაქვს ამ მიმართულებით. აი ამ ტემპებით, რა ტემპებითაც მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან დევნილების განსახლება, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კიდევ 15 წელი ეს პროცესი არ დასრულდება და კიდევ უარეს გეტყვით, ნანა, ახალი ჩანაწერი ჩნდება დევნილთა განსახლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, რომ დევნილთა განსახლება არის უვადო. რაც თავისთავად სამწუხარო ფაქტია, რადგან ასეთი განაცხადი საგანგაშოა და ყველანაირ იმედს უწურავთ ამ ადამიანებს. ასე გამოდის, რომ ფაქტიურად შეიძლება ვერც მოესწროს ზოგიერთი იმას, რაც მას ეკუთვნის და ამდენი წელი, 23 წელი გადის და ქირას იხდის, ნათესავთან ცხოვრობს, წვალობს, ან საზღვარგარეთ არ ჩამოდის, აგებინა რომ არ აქვს ამის გულისთვის და კიდევ არ იცის რომელ ეტაპზე მოხდება და როდის მიიღებს ბინას. ძალიან და ამ დროს ჩნდება ჩანაწერი, სადაც წერია, რომ შესაძლოა იყოს ეს ყველაფერი უვადო. არ არის ეს ყველაფერი ნამდვილად იმედის მომცემი და საგანგაშო მდგომარეობა ამ მიმართულებით. ქალბატონო, თქვენ წამოჭერით ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი მწვავე პრობლემა. ყველაზე პირველი პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, თქვენი აზრით რომელია? რომელზეც აქტიურად უნდა დაიწყოს ასე ვთქვათ მუშაობა. იცით რა არის ზოგადად კომპლექსური პრობლემები უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დაყოფა, ვიცით ჩვენ კერძო სექტორის დევნილი და კომპაქტური ჩასახლების ობიექტის, ანუ ორ ასე ვთქვათ სექტორში გვყავს დევნილები, ორ კატეგორიად გვაქვს დაყოფილი, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამათი დაყოფა და კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ორივე პროცესი. სამწუხაროდ ახალ კანონში თვითონ ტერმინებიც კი ამოიღეს, ანუ არც გვაქვს კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და არც კერძო სექტორის დევნილი. როგორ რა მიზნით მოხდა ამ ტერმინების ამოღება? იცით რა არის, გეტყვით რომ თვითონ განმარტებით ბარათში წერია რომ თანაბარი მიდგომა უნდა იყოს და თანაბარი მიდგომაში გულისხმობენ რომ 45 ლარს აძლევენ ორივეს ერთნაირად. ანუ ყველას მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება მხოლოდ 45 ლარით. 45 ლარი შეიძლება ისე მიეცა რომ ტერმინები არ შეეცვალა. ლოგიკას ვერ ხედავ მე ამაში. მაგრამ აქ სხვა რამეა ჩადებული, შეგვიძლია განვავრცოთ ეს თემა. ფაქტიურად არც ერთი დევნილი არ არის დაცული უკვე ამ კანონით. ტერმინები რადგანაც არ არსებობს, რეალურად ყავს თავისთავად. ფაქტიურად დაცული არ არის და სწორედ ჩვენ განგაშიც ამაზეც ავტეხეთ და ამიტომ დავაყენეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ეს ტერმინები ისევ გაჩნდეს და ამას ვასაბუთებთ, რატომ უნდა გაჩნდეს ეს ტერმინები. ამ ტერმინების გაჩენით თავისთავად დევნილების უფლებების დაცვა მოხდება შემდგომში და ამიტომ არის აუცილებელი მე რამდენადაც უფრო მეტი გარანტია ექნება დევნილს თავის უფლებების დაცვის და რა თქმა უნდა ამიტომაც ვითხოვთ ჩვენ ამ ტერმინების გაჩენას ისევ და კიდევ არის სხვა მომენტები რომელსაც ვითხოვთ ჩვენ რომ ისევ ანუ უვადობასთან დაკავშირებით რომ ეს ამოღებული იყოს საერთოდ ამ სამოქმედო გეგმიდან ეს ჩანაწერი ასევე სახელმწიფო სტრატეგიაში არის კოლექტიური ცენტრების დახურვის ფაზები და ამ ფაზების ამოღებას ვითხოვთ ჩვენ რომ იმ კოლექტიურ ცენტრებში
კოლექტიური ცენტრების დახურვა არ მოხდეს და განმათავისუფლება, იმიტომ რომ კვლევებიც ადასტურებს, რომ დევნილების განსახლება და ინტეგრაცია აწყობთ იქ, სადაც არიან დღეს 23 წლის განმავლობაში, სადაც არიან რეალურად მიჩვეული გარემოს. რა თქმა უნდა, მიჩვეული გარემოს, ადაპტირებულები არიან ინფრასტრუქტურას, მიჩვეულები არიან და ისევ დევნილობის ტოლფასი იქნება მათთვის იქიდან გამოსვლა და სხვა რაიონში გადასვლა. მტკივნეული პროცესი იქნება ისევ ეს მათთვის და ამიტომ კვლევაც ადასტურებს, რომ ის ხალხი უნდა დარჩესი და ეს დაკანონების პროცესი, რომელიც დაიწყო და არ დასრულებულა ჯერ კიდევ და ესე დაჭიანურდა და ძალიან რთულად მიმდინარეობს, ეს პროცესი უნდა დაასრულდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არა შანტაჟის ხარჯზე და იმ მცირე ფართების დაკანონების ხარჯზე, არამედ რეალურად სტანდარტებს როგორც შეეფერება და რაც ეკუთვნის დევნილს, ანუ ფართების მოკლების პრობლემა არის კომპაქტურ ჩასახლებებში. ანუ შეთავაზებული უნდა იყოს იმდენი ფართი, რაც განსახლების კრიტერიუმებს და სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო დანარჩენი უკვე ოჯახის წევრი რიგში უნდა დადგეს აუცილებლად. ხალბატონო ლელა ახსენეთ ის, რომ მტკივნეული პროცესი იქნება, კვლავ გადასახლების ტოლფასი იქნება დევნილებისთვის სხვა ქალაქში, თუნდაც ბინით დაკმაყოფილება და ამაზე აქტიურად საუბრობენ დევნილები. ხმამაღლა საუბრობენ ამ თემასთან დაკავშირებით. რა ალტერნატივა არსებობს იმისთვის, ან რა გზა არსებობს იმისთვის, რომ ყველა დაკმაყოფილდეს იქ, სადაც უკვე თქვა 23 წელზე მეტია ცხოვრობენ და მიჩვეულები არიან ამ გარემოს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? ანუ სახელმწიფოს ბალანსზე არის მესმის რომ ფულადი რესურსები ძალიან ცოტაა და დევნილების სრულად დაკმაყოფილებას ჩვენი გაანგარიშებით რაღაც 2 მილიარდი ლარი მაინც უნდა და ჩვენი ბიუჯეტი იცით რაც არის 8 მილიარდი ლარი გვაქვს, მეტი არ გვაქვს. ეს არის ძალიან დიდი თანხები. ის თანხები, რომელიც წამოვიდა თავის დროზე რომ დახარჯული იყო მართლაც მიზნობრივად, დღეს ეს პრობლემა არ გვექნებოდა. ამიტომ თუ ფულადი საშუალებები არ გვაქვს და ვერ ვართმევთ სხვა სამინისტროებს, ხომ? ანუ ჩვენ დევნილთა სამინისტრომ რომ წამოიღოს თანხა, მაშინ თავდაცვას უნდა მოაკლდეს, პოლიციას უნდა მოაკლდეს და იმ სტრუქტურებს, სადაც ბევრი თანხები იხარჯება. ამიტომ უნდა მოხდეს იმ რესურსების გამოყოფა, რომელიც აქვს სახელმწიფოს, მიწა იქნება ისე გამოუყენებელი შენობა, ანუ ფაქტიურად ძალიან ბევრი პრივატიზაციის პროცესი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა და ფაქტიურად ჩავარდნილი აქვს სახელმწიფოს და უამრავი ობიექტი გამოტანილი აქვს გასაყიდად და სწორედ სახელმწიფო სტრატეგიაში იმიტომ მდეს კოლექტიური ცენტრების განმათავისუფლების პროცესი და პირდაპირ წერია რატომ არ თავისუფლებს სახელმწიფო კოლექტიურ ცენტრებს, იმიტომ რომ ის უნდა გაყიდოს ის შენობა, საინვესტიციოდ გამოიტანოს, მისთვის სტრატეგიული ობიექტია, ისევ ფულის შოვნა უნდა დევნილების ხარჯზე და დევნილი გამოიყვანოს და ალტერნატიულ ფარჩში შეიყვანოს, მაგრამ ის რა უჯდება, ანუ რატო არ ხდება ამის დათვლა? არის კი მომგებიანი ეს თვითონ სახელმწიფოსთვის, ან დევნილისთვის როგორია ეს ტკივილის მიყენება, ისე დევნილობა. ანუ ამაზე რატო თქვენ შეისწავლეთ ეს თემა, ესე სიღრმისეულად, რომ თქვათ მაყურებელს გავაცნოთ, რა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ის რომ ფულადი თანხით უზრუნველყოს დევნილი, თუ ის რომ იგივე ამ ფართებში შეიყვანონ და აცხოვრონ? რა თქმა უნდა, სახლის მშენებლობა ვიცით ჩვენ ფაქტიურად გაცილებით უფრო ძვირია. არის სოფლად სახლის პროექტი, რომელიც შედარებით უფრო იაფიუჯდება სახელმწიფოს და ეს პროექტი შეუძლია ამ მიმართულებით დახარჯონ თანხები და ძალიან ბევრი დევნილს დააკმაყოფილებენ. თან სოფლებში კომპაქტურების, ანუ ახალი მშენებლობის დაწყებას ვურჩევთ, ანუ კორპუსების მშენებლობას ზუგდიდში თქვათ. ჯობია კერძო სახლები იყოს შესყიდული, ის უფრო ძვირი ჯდება კორპუსი. და თან სოფელში მიწასთან უნდა ჰქონდეს ადამიანის კონტაქტი და მაქსიმალურად გამოიყენოს, თუმცა დევნილებსაც საწყობთ ეზოკარი ჰქონდეს და ის შემოსავლის წყაროდ აქციოს, ანუ მიწების გადაცემა შეიძლება დევნილებისთვის. დღეს სამწუხაროდ დევნილებს უკანონდებათ კომპაქტური ცენტრები წითელი ზოლების დამტკიცების გარეშე, ანუ აკრძალულია დევნილისთვის, რომ ის მიწა გამოიყენოს, რომელიც წითელ ზოლში ჯდება. აი რატომ არის ეს აკრძალული, რატომ არ ხდება მიწების გადაცემა კერძო საკუთრებასთან, ამ მშენობასთან ერთად. აი ეს რესურსი, მიწების რესურსი მაქსიმალურად გამოსაყენებელია. ბევრი თბილისში მცხოვრები დევნილი ამბობს, რომ მომცენ მიწა სახელმწიფო და ისინი თანახმა არიან, რომ რეგიონში წავალთ და ჩვენ მეტი არაფერი არ მინდა სახელმწიფოსგან იმ მიწას გამოვიყენებთ, რაღაცას კაპიტალს შევდეთ, ან იქ ჩვენ თვითონ ავაშენებთ იმ სახლს, ბევრს ვთქვამს, მოგცენ მიწა. ანუ არის ამის საშუალება მიწის რესურსის.
ანუ რეალურად გვაქვს სხვა ალტერნატივა და რესურსები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და რომლის გამოყენების შემთხვევაში ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი ექნება სახელმწიფოს. მე მაინტერესებს კანონში ცვლილება, რომელიც კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით შეიტანა კანონში ცვლილება. კერძოდ კანონიდან ამოღებული იქნა პუნქტი, რომლის მიხედვითაც დევნილის უფლებებს სახელმწიფო იცავდა. მივედით ძალიან ასეთ აქტუალურ თემასთან, რას განაპირობებს ყოველივე ეს? ანუ რა იქნება ამ კანონის ამოღების შედეგი? ამ კანონის ამოღების შედეგად რეალურად რას მივიღებთ? გეტყვით, ახლა ეს მუხლი, რომელიც ამოღებული იყო ანუ ძველ კანონში, სახელმწიფო იცავდა დევნილის უფლებებს. ახალი კანონით სახელმწიფოს ნაცვლად ანუ საჯარო უწყებები იცავენ, ანუ დევნილთა სამინისტრო რა თქმა უნდა პირველ რიგში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა ქონდა ჩვენი მოსაზრება და გვაქვს და ამ შეიძლება ესეც დავაყენოთ რომ დაუბრუნდეს ისევ ძველ ნიშნულს ანუ სახელმწიფო იცავდეს დევნილის უფლებებს. იქიდან გამომდინარე რომ რადგან დევნილების განსახლებაში ჩართულია რამოდენიმე სამინისტრო ზოგადად მარტო დევნილთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამაში, არის ეკონომიკის სამინისტრო, ანუ დევნილთა სამინისტრო არ არის ისეთი სამინისტრო, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და არ აქვს იმდენი რესურსი, რომ მარტო თვითონ დააკმაყოფილოს დევნილები აქ. მთელი სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული და უფრო მეტი გარანტია აქვს, რა თქმა უნდა, დევნილს, როდესაც მას იცავს სახელმწიფო. უფრო მეტად დაცულია, შეიძლება ასე ვთქვა. რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაცულია და ამიტომ ეს მუხლიც უნდა დაუბრუნდეს იმ ასე ვთქვათ ძველ მდგომარეობას და ეს ახალი ინტერპრეტაცია მაინც არ არის სიამოვნო და დაცვის გარანტიები აქ უფრო ნაკლებია დევნილის უფლებების კინამდე. აი მაყურებელს რომ უფრო დეტალურად დავუხსნათ, ეს მუხლი რომ არ დაუბრუნდეს და ვთქვათ არ შეიცვალოს და არ დაბრუნდეს ძველი მუხლი. მაშინ რა მოხდება? არ იქნებიან საკმარისად დაცულები დევნილები? მაშინ გეტყვით, ანუ ზერლით მოეკიდებიან ამ პრობლემებს. ანუ პასუხისმგებლობის არ იქნება, ანუ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში როგორც წერი, ანუ ეს კომპეტენციაც მათ ადგილობრივ თვითმმართველობებს შეზღუდული აქვთ და დევნილთა შესახებ კანონშიც ამოღებულია დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების დაცვის მიმართულებით, იმიტომ დავაყენე ჩვენ ეს საკითხიც, რომ დროებით საცხოვრებელ ადგილზე გაიზარდოს ადგილობრივ თვითმმართველობის როლი. თუ კი ეს მუხლი კანონიდან ამოღებული იქნა და კომპეტენციაში არ შევა ადგილობრივი თვითმმართველობის და არც ერთის კომპეტენციაში არ შევა, მაშინ რა თქმა უნდა დევნილის უფლებებს მინდა იცავს ფაქტიურად დევნილი დარჩება მხოლოდ დევნილთა სამინისტროს ამარა, რომელიც ისედაც ვალდებულია დაიცვას დევნილის უფლებები, ანუ დაცვის გარანტიები რა თქმა უნდა აქ ნაკლებია. უბრალობაც იქნება და ჩართულობაც რა თქმა უნდა არ იქნება საერთოდ. ქალბატონო ლელა, დაგვრჩა რამდენიმე წუთი და მოდით მაყურებელს გავაცნოთ უშუალოდ თქვენი პარტიის ხედვა ამ პრობლემების მოგვარების გზაზე. აი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? ნუ პრობლემა ძალიან ბევრია, ძალიან ძიმე მდგომარეობა რეალურად და კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ მოიფხვრას. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებები პირველ რიგში, ანუ სახელმწიფო დოკუმენტებში, კანონებში, სამართლებრივ აქტებში, რომელთაც ხელმძღვანელობს დევნილთა სამინისტრო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქ უნდა დაიწყოს ცვლილებები და ამისთვის უნდა მოვახდინოთ დევნილების მობილიზება, მხარდაჭერა, იმიტომ გვინდა ჩვენ დევნილების, რომ საკანონმდებლო ინიციატივას 30,000 მხარდამჭერი სჭირდება, მოქალაქის მხარდაჭერა, თუ კი აფხაზეთის მთავრობა უარს იტყვის და სირაფლემას პოზიციას დაიჭერს. პირველ რიგში ეს და შემდეგ უკვე რესურსები, სახელმწიფო რესურსები, ფულადი რესურსები, ეს კაპიტალი რაც სჭირდება ამ ყველაფერს, ანუ ამაზე უნდა ვიფიქროთ და რაღაც გეგმები ჩვენ ნაწილობრივ კი ვისაუბროთ, მაგრამ კიდევ გვაქვს ხედვები, იდეები, სად შეიძლება ამ თანხების შოვნა, როგორ შეიძლება ბიუჯეტში დამატებით კიდევ აკუმულირება თანხების, რომ ჩვენ ეკონომიკურ ხედვაზე გვექნება ჩვენი ხედვა და ფაქტობრივად სახელმწიფოს მართლა გულისხმობს ეკონომიკური კანონების ცოდნას და ფაქტობრივად ჩვენ ეკონომიკური სისტემის ტიპი ესეთი გვაქვს, რომ ვერ გადავედით კაპიტალიზმზე და წარმოების ფაქტორები ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია და ბიუჯეტიც ამიტომ არიზდება ჩვენი ამ შემოსავლები 8 მილიარდი ლარია ბიუჯეტი ჩვენი რამოდენიმე ბოლო 10 წლებია. ანუ შემოსავალები უნდა გაეზარდოს სახელმწიფოს და როგორ უნდა გაიზარდოს, რა მეთოდებით, რა გადასახადებით
ანუ ამაზე ჩვენი ხედვა გვაქვს და რა თქმა უნდა აი შემოსავალი დამატებით თანხების მოზიდვით ეს იქნება რა ბიუჯეტი გაიზარდოს. ბიუჯეტი გაიზარდოს პირველ რიგში რომ დევნილებისთვის თანხები წამოვიღოთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო, წარმატებას გისურვებთ. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, დროებით.